იმ მომენტში, როცა ბავშვი უკვე იწყებს ფეხზე დგომას, ის მარტივად თავისით გადაადგილდება. ჩვენ უკვე ვიწყებთ მაღაზიაში შესვლას ისე, რომ აღარ გვიჭირავს ხელში ბავშვი და ვაძლევთ მას უფლებას თვითონ იმოძრავოს მაღაზიაში, ხო? ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, რაც უფრო ადრე ამას გავაკეთოთ, მით უფრო მიჩვეული და ადაპტირებული იქნება ბავშვი და არ მოიქცევა ისე, რომ თითქოს პირველად მოხდა ამ გარემოში და არ დაიწყებს თქვათ ყველა საგნის გადმოყვანას, თავიდანვე უკვე უნდა მივაჩვიოთ იმისკენ, როგორც კი გადადგა პირველი ნაბიჯი, რომ მე შენ გენდობი, წადი დაათვალიერე საგნები, მოკიდე ყველა ყუცხელი, ხო? ვენდოთ ბავშვს, თუ ჩვენ ბავშვს ვენდობით, მას არ დაეწყება შიში იმისა, რომ აი რაღაცას მოვკიდე და ის რაღაც ჩამოვარდება. ძალიან ხშირად შეცდომას უშვებთ მაშინ, როცა ბავშვს ხელს არაფერს ვაკიდებინებთ და ვარწმუნებთ იმაში, რომ ის ყველაფერს გატეხავს, დაანგრევს და გაანადგურებს, ხო? ამ დროს ბავშვს რეალური კომპლექსი ექნება იმისა, რომ მართლა ყველაფერი დამეინგრევა ხელში და ეტყობა ბავშვს კიდევაც, რომელიც რაღაც საგანს იღებს, ყველაფერი მართლაც ხელიდან უვარდება, ხო? აი, როგორ ეგრეთ წოდებული მოუქნელი ბავშვი. არიან ხშირად კონსულტანტები შიში თვალს არ დაცემული უყურებენ ამას. ვაიმე ბავშვი ხელს კიდებს, გაუტყდება. თქვენ უნდა დაარწმუნოთ ისინი, რომ შიმშვიდე შეინარჩუნა, ყველაფერი რიგზია, თქვენი ბავშვი თავისუფალ წვდომაში დალაგებულ ნივთებს იღებს და აუცილებლად იქვე დააბრუნებს, ხო? თუ არ გამოსდის ჯერ პირველი ეტაპები აქვს, პირველი გამოცდილება აქვს მაღაზიაში შესვლას, არ გამოსდის ჯერ დაბრუნება, მშვიდად თქვენ აიღეთ და თქვენ დააბრუნეთ და გააკეთეთ დემონსტრაცია. ნახეთ, დედა, ეს უკან დავდო.